მოგესალმებით და მე კვლავ გიბრუნდებით საფეხბურთო სიახლეებით. ინვესტიცია, რომელიც უკვე მაჩებს იგებს, გიორგი მიქაუტაძე. მადრიდული მარკა ვილიარეალის შესახებ სტატიას ამ სათაურით აქვეყნებს და აქცენტს ყვითელი წყალქვეშა ნავის სახელწოულებზე აკეთებს. ვილიარეალმა სეზონში პირველი გასვლითი გამარჯვება სევილიაში მოიპოვა და ზედიზედ მეორე გამარჯვება ლა ლიგაში. 6 მატჩის შემდეგ ყვითლები მხოლოდ მადრიდის რეალსა და ბარსელონას ჩამორჩებიან. სეზონის წარმატებული დასაწყისი დიდწილად განპირობებულია მათი უახლესი შენაძენების გადამწყვეტი წვლილით, რომელთაგან ყველაზე საკვანძო სწორედ ბოლო მატჩში ვიხილეთ. სევილიასთან მატჩში მიქაუტაძე და სოლომონი კვლავ გამოჩნდნენ პროტაგონისტებად, თუმცა უკვე საპირისპირო სხვა კუთხით. ოსასუნასთან სოლომონმა გაატანინა მიქაუტაძეს, ამჯერად ქართველმა გამარჯვების მომტანი გოლი ისრაელის წარმომადგენელს გაატანინა. ყვითლების მთავარმა მწვრთნელმა მარსელინო მიქაუტაძე გამოარჩია და შეაქო. მიქაუტაძე კარგი ფეხბურთელია, ადაპტაცია სწრაფად გაიარა, მაგრამ მას დრო მაინც სჭირდება. ჯერჯერობით ის მეტოქეებსაც და გუნდელებსაც ეცნობა. ეს ბუნებრივი პროცესია. ფეხბურთელები ადამიანები არიან და არა მანქანები, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. შეგახსენებთ, რომ ვილიარეალი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას 1 ოქტომბერს ჩაატარებს ტურინის იუვენტუსის წინააღმდეგ. იმედია, გიორგი მიქაუტაძე მოახერხებს იუვენტუსის წინააღმდეგ გოლის გატანას ან თუნდაც საგოლე პასის გაკეთებას. წარმატებები გიორგის. ლისაბონის ბენფიკას ახალი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გამოეხმაურა პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას. თითქოს არწივები ალ-იტიჰადიდან კარიმ ბენზემას დამატებას გეგმავენ. ამის შესახებ პირველად მესმის. ზაფხულში ფენერბახჩესთან ერთად ალ-იტიჰადთან ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ და ბენზემასთან ხანმოკლე საუბარი ჰქონდა. ყველაზე ნაკლებად ის ახლა ევროპულ ფეხბურთში დაბრუნებაზე ფიქრობს. ბენზემა საუდის არაბეთში დარჩება, სადაც თავს ბედნიერად გრძნობს. ტიტულებს იგებს და შესაშური ფინანსური პირობები აქვს. არ ამგონია, რომ როდესაც ასეთ ასაკში ევროპულ ფეხბურთს ტოვებ და საუდის არაბეთში მიდიხარ, შენი მიზანი ევროპაში დაბრუნება იყოს. ასე შეიძლება მოიქცეს ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც იქ 2-3 სეზონით მიდის და შემდეგ ევროპაში ბრუნდება, მაგრამ არა კარიმ ბენზემა. ეს არარეალურია. არ მესმის საიდან გაჩნდა ასეთი ინფორმაცია. ლიგა 1-ის მე-6 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა პარკ დე პრენზე ოსერსუმას პინძლა და 2-0 გაიმარჯვა. ქართველმა შემტევმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში შეტევის მარცხენა ფლანგზე დაიწყო. 32 წუთზე ხვიჩას კარგი მომენტი ჰქონდა, როდესაც ოსერის მეკარემ მისი დარტყმა კუთხურზე მოიგერია. რის შემდეგაც ილია ზაბარნიმ პსჟ-ს მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა და მასპინძლები დააწინაურა. მეორე ტაიმში ლუკას ბერალდომ პსჟ-ს უპირატესობა 2-მდე გაზარდა. პირველ ტაიმში ოსერის მცველებმა ხვიჩას წინააღმდეგ რამდენჯერმე იუხეშეს. ლუის ენრიკემ კვარაცხელიას შესვენებაზე შეცვალა და მის ნაცვლად მოედანზე ბრედლი ბარკოლა გამოუშვა. ფრანგული გამოცემა ფუტმერკატოს ცნობით, ხვიჩას შეცვლა იძულებითი იყო, ხოლო რამდენად სერიოზულია დაზიანება, ეს ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ ტაიმში დაზიანების გამო მოედანი ვიტინიამაც დატოვა. მის ნაცვლად კი თამაში აშრაფ ჰაკიმი ჩაერთო. ქართველმა გარემარმა სოფასკორისგან 6.8 ქულიანი შეფასება დაიმსახურა. კვარას სტატისტიკა ასეთი იყო: 1 დარტყმა კარში, 1 დარტყმა კარისკენ, 5-დან 3 წარმატებული დრიბლინგი, 45 შეხება ბურთთან, 28-დან 25 ზუსტი პასი, რაც 89% წარმოადგენს, 3-დან 3 ზუსტი გრძელი პასი. მატჩის დასრულების შემდეგ პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ვიტინიასა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ახლა ვერაფერს გეტყვით, უნდა მოვიცადოთ, დაველოდოთ რა სიტყვიან ექიმები ხვალანზე ეგ. მათ დასკვნებს უნდა დაველოდოთ, რომ ვიცოდეთ ვიტინიასა და კვარაცხელიას ტრავმების ზუსტი დიაგნოზი. ფეხბურთელებისთვის დაძაბული გრაფიკია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და სირთულეები გუნდურობითა და ქომაგების დახმარებით გადავლახოთ. 6 ტურის შემდეგ პარიზელები 15 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე არიან და მომდევნო მატჩს 1 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად ბარსელონას წინააღმდეგ გამართავენ. როგორც გიორგი მიქაუტაძის შემთხვევაში, იგივე მინდა უსურვო კვარასაც. ბარსელონა საკმაოდ დიდი გრანდია და იმედია ხვიჩა შეძლებს და ლამაზ თამაშს გვაჩვენებს. გაიტანს გოლს ან თუნდაც საგოლე გადაცემას. ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდული დერბი გაიმართა. რეალი ატლეტიკოს ესტუმრა და 2-5 დამარცხდა. ჩაბი ალონსოს გუნდი მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ კომენტარი გააკეთა. ცუდი თამაში იყო, ინდივიდუალურად და გუნდურად კარგები არ ვიყავით. პირველად დავმარცხდით და ეს ჩვენც ისევე გვთქივა, როგორც გულშემატკივრებს. დღეს კარგად არ დავიწყეთ და წავაგეთ, მაგრამ ეს მომავლისთვის კარგი უკუსლაა. დამსახურებულად წავაგეთ. უნდა გავაანალიზოთ რა მოხდა და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. ჩვენ ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ვართ. დღეს გუნდმა ვერ იასპარეზა იმ დონეზე,
დონეზე, რაც ასეთი ტიპის მატჩისთვის იყო საჭირო, რატომ არ ქონდა საკმარისი ხარისხი. ჩვენ საკმარისად ვერ ვიბრძოდით. ან ვერ ვიბრძოდით იმ დონეზე, რომლისკენაც ჩვენი კონკურენტები ისწრაფებოდნენ. ჩვენი დონე აუცილებლად უნდა ავამახლოთ. შეგახსენებთ, რომ ბარსელონას რეალზე 2 ქულით ნაკლები აქვს და მიმდინარე ტურში გამარჯვების შემთხვევაში ლა ლიგა სწორედ ბლაუგრანა ჩაუდგება სათავეში. დღევანდელი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. იმედია მოგეწონათ. ასეთ შემთხვევაში არ დაიზარო ვიდეოს, დალაიქება და არხის გამოწერა. მე კი ძალიან მალე დაგიბრუნდებით და აბა წარმატებებს.